მოგესალმებით ყველას. რამდენად ეს ყველაფერი გამოგვდიოდა, ბუნებრივია რომ არ გამოდიოდა, გამომდინარე იქიდან რომ ამდენი ამხელა სიღატაკია ქვეყანაში, ამხელა უბედურება ამ ქვეყანაში, უბედურება რომ 21 საუკუნეში ადამიანები რჩებიან უბინაოდ, ამ ქვეყანაში გახლავთ ძალიან ბევრი პრობლემა და ამ პრობლემებს, ბუნებრივია ამ პრობლემებს სათავეში პრიორიტეტების თვალსაზრისით უდგას ის პრობლემა, რომელზეც დღეს ვართ შეკრებილები, გამომდინარე იქიდან რომ მესმის რომ ვიღაცას პრობლემა შეექმნა, ვიღაცა დააკავეს, ვიღაცას სამსახურიდან გაუშვეს, მაგრამ 21 საუკუნეში როცა ადამიანი სახლის გარეშე რჩება და სისტემა და რეჟიმი არის ბრალდებული ამაში, ჩვენი აზრით ის მაღალი პროცენტები, ის საბანკო განაკვეთები, რაც არის ქვეყანაში დაწესებული, ადამიანების სიღატაკისკენ არის მიმართული და მთელი ქვეყანა გახდა ამ ბანკების მონა და ბანკებზე არის მიბმული. რომელსაც კი, რომელსაც უნდა რომ პროტესტი გამოთქვას, იმ პროტესტს ვერ გამოთქვამს, იმიტომ რომ მას საბანკო ვალები აქვს და თუ დარჩება უმუშევარი, ისევე და მდგომარეობაში იქნება, როგორც თქვენ და სახკარს გაუყიდია. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია ეს მოძრაობა დაიკავეს საქართველო და მის კონტექსტში ანაბრების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გუშინაც გქონდა პოლიტიკოსებთან, ჩვენს მეგობრებთან, არასამთავრობო სექტორთან საუბარი და შევჯერდით და ვთავაზობთ ესეთ ვარიანტს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შეთავაზებაში საზოგადოება იყოს ჩართული კარგად, საზოგადოება და მასებმა მოითხოვოთ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ გთავაზობთ. 2011 წელს არის მიღებული კანონი, რომ 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადი ამ ქვეყანაში უნდა იყოს 18%. 2013 წელი დადგა და დადგა კი არა, უკვე გავიდა 7 თვე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთავრობა, დღევანდელი მთავრობა აცხადებს, რომ ის ხარჯავს მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების რეჟიმის მიერ დატოვებულ ბიუჯეტს და სხვა თანხები მას ფაქტიურად ჯერ არ მოუზიდავს, ჩვენ ვფიქრობ, რომ ლოგიკურია ეს 2% არსად არ იხარჯება, ეს 2% საბოლოო ჯამში გახლავთ 180 მილიონი ლარი. 180 მილიონი ლარი დაახლოებით ნახევარია იმ პრობლემების გადაწყვეტისა, რაც ჩვენს დებს და ძმებს ექმნებათ და იმათ სახლებიდან ასახლებენ. ორი საკითხი, რაც უნდა რაზეც ალბათ საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, არის ის, რომ სასწრაფოდ შეწყდეს და გადავადდეს ადამიანების დინებიდან გამოსახლება მინიმუმ 2 წლით, როგორც აქ იქნა გაჟღერებული და როგორც იცით, ივლისის თვეში პარლამენტი მუშაობს, სესიები იმართება. მე სოლიდარული ვარ ჩემს საშემოსავლო გადასახადს რო ვიხდი იმ ჩვენი მოქალაქის მიმართ და თანახმავა რომ ის 20% როგორც არის დარჩეს და წავიდეს იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რაც ადამიანებს აქვს. ეს უბინაობა რომ მოგვაქვს. სოლიდარობა არის რეალურად სახელმწიფო ვერ იარსებოდა სოლიდარობა რო არ ყოფილიყო, აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანი ვიქნებით სოლიდარული ამ პრობლემების მიმართ და გამოვთქვათ მზაობას ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომ მარში ჩავიდეთ ქუთაისში, შევიტანოთ შესაბამისი კანონპროექტი, რამე თუ ეს არ არის მხოლოდ იმ ოჯახების პასუხისმგებლობა და იმ ოჯახების ტკივილი, რომლებსაც დღეს სახლებიდან ასახლებენ. ეს არის საზოგადოების ტკივილი. ეს არის თუნდაც იმ სახელმწიფოს ტკივილი, რომელიც ამბობს, რომ ეკონომიური ვარდნაა ქვეყანაში. როცა საზოგადოება გაღატაკებულია, როცა ხალხს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ნახევარზე მეტი საქართველო დგას შემწეობის მოლოდინში, ბუნებრივია რომ ვერც ეკონომიკა იმუშავებს და პრობლემები იქნება. მთავარია რომ სოციალური სამართლიანობა იყოს. სამართლიანობა კი ნამდვილად არ არის ის, რომ ჩვენი დები და ძმები დღეს უსაფკაროდ რჩებიან. ასე რომ შემდეგ კვირას მე ვფიქრობ ჩვენს მეგობრებთან ერთად კანონპროექტის სახეს მიიღებს ეს იდეა და ჩვენ გამართავთ მარშ ქუთაისში. დიდი მადლობა. ჩვენ ვიქნებთ მარშ ქუთაისისაკენ თვის ბოლოს. ბატონი ნანა, ბატონი ირაკლი, ჩვენ ყველანი ერთად ადამიანები, მოქალაქეები ვიქნებთ მარშს, რათა შევცვალოთ ეს კანონი და ეს 180 მილიონი ლარი, რომელიც ეკუთვნის თითოეულ ჩვენთაგან. სხვადასხვა მინდა მოვიხსენიო ჩვენი პოლიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც აგრეთვე მონობაში ჩააგდეს ბანკებმა, აყიდიეს მანქანები და ბინები და არიან იპოთეკების მონობაში ჩაგდებული. ჩვენსავით, ჩვენ ყველანი ვართ ბანკის მონობაში ჩაგდებულები. რომ ადამიანები გონები კი არ იყვნენ, ადამიანები იყვნენ თავისუფლები. ადამიანებს არ ქონდეთ საბანკო მონობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ჩვენ ვიწყებთ შემაძრწუნებელ აქციებს, ჩვენ ვიწყებთ მოხატვებს, ჩვენ ვიწყებთ
და ღამე ჩვენ ვიმოქმედებს. მოულოდნელად წუპაკი ბანკებისთვის და ქურდებისთვის. ჩემო ბატონო, ქურდები ვერ გაიხარებენ. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სოციალური სამართლიანობა არ იზეიმებს. ჩვენ ვის ბოლოს დავიწყებთ კანონმდებლობის შეცვლაზე რეალურ ფიქს და თქვენთან ერთად ვიქნებით. იცოცხლეთ, იხარეთ, იბერდიერეთ. გამარჯვებათ მოგესალმებით. მე მოგესალმოთ როგორც პროგრამების ახალგაზრდული საკითხი ისეთ პროგრამების ახალგაზრდული იქნება სადაც ადამიანების სოციალური პრობლემებია და სადაც ადამიანები ჩაგვრა. მე სანამ აქ მოვიდოდი Facebook-ზე ერთი 15 წლის ლუკას ფოტო ნახე გაზიარებული, სადაც თავისი სკოლის ფოტო ჰქონდა გაზიარებული და ამბობდა რომ კომენტარი ჰქონდა რომ მე ალბათ სკოლას შევიცვლიო. ალბათ მის მშობლებს ვინაც აახებს და წინით გადავიდნენ. იგივე პრობლემა შეიძლება სტუდენტებსაც შეექმნათ. ჩვენმა ახალგაზრდებმა არ უნდა დაუშვათ ის რომ ჩვენ სტუდენტებს სტუდენტობა წაართვან. წარმოიდგინეთ რომელიმე სტუდენტმა ვინც ახსოვს რომ წაგარქვან უფლება რომ სტუდენტი იყო. წარმოიდგინეთ რომ ჩვენი სწავლის გადასახადს მშობლები რასაც იხდიან ის სწავლის გადასახადი მინის ქირაში წავიდეს. ჩვენ ახალგაზრდებმა ყველა ახალგაზრდა თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა შექმნა ისეთი მოძრაობა რაც არ დაუშვებს იმას რომ 15 წლის უკან სკოლაში აღარ წავიდეს. მე დიდი მადლობა მინდა მოგიცადოთ ყურადღებისთვის. კარგად გასაგებია.